თქვით დავაანონსეთ, რომ ეს არის საუკეთესო ბრენდი 4-ზე და მოდი ერთი ნაბიჯით წინ წავიწიოთ. რაღაც შეკითხვა გინდოდა? ბატონო გელა, აქვე მინდა მეორე კითხვა დაგისვათ. სად არიან ახლა ის თანამშრომლები, რომლებიც თქვენ აქ დატოვეთ? ინგა, აი ამ პასუხს ესე გაგცემ. აი წარმოიდგინე, როცა წავედი და რომ მივდიოდი უკვე წინასწარ ვიცოდი, რომ იქ უნდა წავსულიყავი და იქ უნდა დამჯდარ ვიყავი და რატომ ამას ხვალდაზე მთელი საქართველოს მოსახლეობა ნახავს და ძალიან ბევრს აინტერესებს და ალბათ თქვენც რეალურად. რა თქმა უნდა. უყურეთ, როგორ არის. მე თქვენ გითხარით, რომ ზუსტად ის ადამიანები, რომლებიც ესე დაუბანე, დაუვარცხნე, ესეთი ადგილიდან გამოვიყვანე, ქართული ვასწავლე, თმები გაუკეთე, წამოვიყვანე რაღაც ვანახე, ის ადამიანები 90% არც ერთი არ დამხვდა. 3 თვით ადრე ყველა გაიქცა თავისი დირექტორის ჩათვლით და მე მინდა უთხრა მოსახლეობას, რომ აი ეს არის ღალატი. და თქვენ ერთჯერ დამისვით ესეთი შეკითხვა, ასეთ ხალხს რა ქვიაო და არაფერი ასეთ ხალხს ქვია უნამუსო, უსინდისო და იქ როგორ ეძახიან, ხო იცი ესეთი ხალხი არიან მოღალატეები, საერთოდ ვირთხებს ეძახიან. და ღალატი ძალიან ცუდია. რა თქმა უნდა. კიდევ ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. კმაყოფილი თუ ხართ ახლანდელი თანამშრომლებით? უყურეთ როგორ არის. ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გავაკეთეთ. ეს არ არის მარტივი. ამას ალბათ თითქმის ვერავინ ვერ შეძლებდა, რაც მე შევძელი. წარმოიდგინე, წაქცეული როცა ხარ და კრუგში არავინ არ აკავს. ინგა, რა არის ისე საინტერესო და საქართველოს მოსახლეობას კეთი რა მინდა იცი უთხრა? აქ ისეთი ადამიანები იკრიბებოდნენ, პარადი რომ იყავს ქვეყანაში. და ყოველდღე ჩემთან რო იყვნენ. უჩემოდ 1 საათი რო არ შეეძლოთ. და ის ადამიანები ფიქრობდნენ, რომ ეს ციხეში მოკვდება, ვერ გამოვა, ვერასდროს ფეხზე ვერ დადგება და ახლა სად არიან? მე მინდა უთხრა იმ ძალიან მაღალ ჩინოსნებს, რომ უჩემოდ ერთი დღე რო ვერ რო ძლებდნენ. აი სად არიან დღეს, ხო? აი ზუსტად ეს არის ღალატი, ეს არის არაკაცური საქციელი და უსინდისობა და უნამუსობა მეტი რა არის. რაც შეეხება თანამშრომლებს, ვინც დამხვდა და ვინც ღირსეულია, თქვა, ყველა აქა და ვინც უღირსია, არასდროს არ გამიჩნევია, ვინც არ უნდა იყოს. უღირსი